ჩვენ ყოველთვის ბრუნდებით განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას. შემოგვეთა მეორე სტუმარი, ანალიტიკოსი მირიანაშვილი. ბატონო მირიან, დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მოხვედი და რა თემებზე მინდა მე ხა ჩამოვთვლი თემებს, აქცენტებს გავაკეთებ. თქვენ შესაბამისად გაანალიზეთ თუ შეიძლება. აი ეს მილოცვები ვნახეთ ხო დონალდ ტრამპის, ალივისადმი, საქართველოს პრეზიდენტისადმი, ეს მისი სურვილი თუ განზრახვა არ ვიცი მე კეთილდღეობა სამხრეთ კავკასიაში. ასე ხედავთ რომ ევროკავშირი განწყობილია იმისთვის რომ უკრაინამ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს, განსაკუთრებით აქტიური არის ამ შემთხვევაში გერმანია და პრინციპში ჩანს რომ მათ არ სურთ შეჩერება ომის და მათთვის ხელსაყრელია პოლიტიკურადაც და ალბათ სამხრეთ თვალსაზრისითაც რომ უკრაინამ იომოს და გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს იმ იმედით რომ რუსეთი დასუსტება და დაიშლება და ამ დროს რა ბედი ეწევა უკრაინას ვფიქრობ ნაკლებად თუ ვინმე აინტერესებს და აღელვებს ასევე ხედავთ რომ ტრამპი ცდილობს მოელაპარაკოს ირანს რის გამოც ეს იწვევს გავრცელდა ინფორმაცია ისრაელთან მისი ურთიერთობის დაძაბვას და აქ ჩდება კითხვა რომ მართლაც უნდა თუ არა ტრამპს ომის დამთავრება, რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებას გულისხმობს, არის თუ არა გულწრფელი, ის ამ თავის გადაწყვეტილებაში კი არა, ყოველ შემთხვევაში სიტყვიერ განცხადებაში, როგორც ამას ამბობს და ასევე ძალიან საინტერესოა მისი აქტივობა კანადის მიმართულებითაც, გრენლანდიასთან მიმართებით შეჯერებით რა ხდება არ ვიცით აქტიური ნაბიჯები, მაგრამ კანადის პრემიერ-მინისტრმა რომელიც ამბობდა რომ არ იყიდება კანადა, აღმოჩნდა რომ შეიძლება აი როგორც ტრამპმა უწოდა ზღაპრული ოქროს გუმბათის გამო ანუ 61 მილიარდი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ გახდეს ჩვენი საყვარელი 51 შტატიო და ბუნებრივია ეს აჩენს კითხვას თუ შეიძლება კანადა გახდეს საყვარელი 51 შტატი ამერიკის შეერთებული შტატების რატო არ შეიძლება სხვა რომელიმე სახელმწიფოს ის გახდეს ხო ნაწილი ან შტატი პირობითად ბრჭყალებში რომელიმე სხვა ქვეყანა რომელიც მოწონს ანუ იყიდოს ან სულ იაფად ან სულ 61 მილიარდ დოლარად მეტად ან ნაკლებად და ასევე სენატორი დეივისი ჩამოვიდა საქართველოში შეხვდა პრემიერ-მინისტრს და ამერიკის საელჩომ გითხრა რომ მან ტრამპისა და რუბიოს გზავნილები უნდა გადასცეს საქართველოს ხელისუფლებას. აი ჯერჯერობით აი ზოგადად აი ეს სურათია და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს უკრაინის ამბავია ხო როცა გერმანია სურს რომ მიაწოდოს შორი რაკეტები თვითმფრინავები რაც გამოიწვევს მე მგონი ჩვენ გადავდივართ უფრო ცხელი და მსხვილ მასშტაბიანი ომის ფაზაში. ну კონკრეტულად ეგ საკითხი მომიტებით მე არ მეჩვენება ყველაზე მთავრად. მაშინ თქვენ რომელიც გეჩვენებათ იმაზე დავძენ რა რომ რუსეთთან მიმართებაში უნდა ითქვას საკითხი ესეთნაირად თუ რუსეთი ვინმესთან ომობს და გინდა რომ რუსეთი გაჩერდეს ომზე დაზავდეს იქით ამ ხარეს უნდა მიეწოდო იარაღი. რუსს სანამ კბილს არ მომტრებ ის არ გაჩერდება ეს მაგრამ აქ ერთი მომენტია ბატონო შენ ამოუმტრია კბილი რაღაცა უკრაინით არა პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ შენ რაღაც ჩემი დგინდა უკრაინიდან ვიღაცით სიტყვაზე არა მანდრაზე ლაპარაკია შენ თვითონ ამოუმტრია არა გავიგეთ მაგრამ თქვენ გინდათ რომ ამერიკამ იომოს ყველა იმ ქვეყნის მაგივრად ვისაც რუსეთი ეხსნება არა მე არა მე ლოგიკას ვამბობ ჩემი პირობითად ვამბობ ვიღაცის ხელით ნურავი არა ვიღაცის ხელით არა თავისი შნოთი ამოუმტრია თავისი შნოთი რატო ესე იგი თქვენ რა გინდათ რომ ამერიკამ დაუსვას მაგლობი გერმანიამ გინდა გერმანიამ დაუსვას რომ როდესაც ერთი სახელმწიფო მეორეს ეხება გავანებოთ ახლა რუსეთს თავი გესმის თუ ის სახელმწიფო თხოვს მე გერმანიას რომ იარაღი მომეციო რომ მოვიგერიო აგრესორიო თქვენ გინდათ რომ იარაღის მიცემის მაგივრად გერმანია იმ სახელმწიფოს დაესხას თავს ეს ხო უცნაური ლოგიკაა ანუ მე ეს არ მithქვა ესე გამოდის არა ესე არ გამოდის თავის ხელით ამოუმტრიოს კბილებიო ანუ კბილის ამომტრევა უნდაო და თუ უნდა თვითონ ამომტრევა და მაგიარ გამოდის ესე იგი გამოდის ეგ ლოგიკა რომ თუ ვინმე რომელიმე აგრესორის მოგერიებას გთხოვს თუ მე მინდა რომ ამან იმას კბილი ამოუმტრიოს და მე ამას ვეხმარები მინდა რომ ამან ამოუმტრიოს იმას კბილი ხოლო მე კარგი და ამაზე არ ვიდაოთ კი ბატონო 1 + 1 თუ უდრის 2-ს მაშინ 2 - 1 უდრის თუ სადაც გადმოვიდეთ ისე გამოდის ლოგიკა არის ეგ ლოგიკა რუსეთის მოგერიების არის ცალსახა რუსეთი უნდა მიეჩვიოს თავი ახლა ამ კონკრეტულ ომზეა საუბარი ახლა იმასაც ნუ ვიტყვით რომ აქ უკრაინელების გარდაცვალების თითოეულ აქტზე დასავლეთში ასე ვთქვათ ის არის რა ქვია რა საშინელი პანაშვიდები იმართება არა მაგრამ თუ რუსეთი გინდა რომ მიაჩვიო თავის საზღვრებს
მაშინ ესე უნდა მოიქცე. მეორე ვარიანტია რუსეთი დაანგრიო, რომ მიუქციო ძალიან ბევრი სახელმწიფოები, მოურიგდე ჩინეთს. ჩინეთის ინტერესები გაითვალისწინო, იქაც საჭიროა. ჩინეთი გამოიხსნება რუსეთს და ეს რუსეთისთვის, მაგრამ ამერიკას ესეც არ უნდა რუსეთის ტერიტორიებზე, არ უნდა რომ არც რუსეთი დაინგრეს. ეს ანგლოსაქსონური იდეაა რა, ხარტლენდის ფლობის რა. არ უნდა რომ რუსეთის დანგრევის შედეგად ისარგებლონ იმ ქვეყნებმა, რომელიც ამერიკას კიდევ უფრო დიდ პრობლემაში. აქ რაზე პარკიურეთ, აქ არის ნაპოლეონ მესამის დილემა. ცნობილია, რომ აიშტერი ნაპოლეონ მესამე ესე ითვლება რა. უფრო დიდი შტერი იყო ვიდრე დალადიენ და ჩემბერლენი, რომლებმაც ევროპაში გიტლერს პრობლემები მოუხსნეს ყველა და მიცეს საშუალება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჯერ დაანგრია რუსეთი, შემდეგ ყირიმის ომში, შემდეგ დაანგრია ავსტრია, ყველა საპირწონე და ოპონენტი მოუსწროს პრუსიის გაძლიერებას ცენტრალურ ევროპაში, შემდეგ პრუსია, ესე იგი ავსტრიის ომში იტალიას გაერთიანებულს მისი ხელით არ აუგრძალა პრუსიის წინ, რა ქვია, ავსტრიის წინამდებ პრუსიას მიმხრობოდა, რამაც ავსტრიელების ჯარის 40% გადა ის კაპორეტოსთან იმათ კი კუსტოცესტას კი გადაუარეს იტალიის ჯარს, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში იმასთან რა ქვია ჩრდილოეთ ავსტრიაში, ბოჰემიაში ჯარი დააკლდა და დამარცხდნენ. ამაზე მოგერიებულმა მუცლოვებულმა ავსტრიამ მე თვითონ საფრანგეთსაც გადაუარა 1870 წელს. აი ესე თავის ოპონენტს ჩინეთს და სიტუაციურ ოპონენტებს ყველა სხვას ამერიკას და დასავლეთს არ სურს. რომ რუსეთის მემკვიდრეობაზე ბანკეტი გაუმართონ და მეორე პრობლემები ან ნაპოლეონ მესამეობა 21 საუკუნეში არ სურს არავის. გასაგებია ეს ყველაფერი. ამიტომ ეს მათ კარნახობს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან ესეთ დამოკიდებულებას. საქართველოში საინფორმაციო ნარატივი ესეთია, რომ ესე იგი დამნაშავე არის ვინ ამ ომში რუსეთის მაგივრად უკრაინა და დასავლეთი. უკრაინა რატო რომ წინააღმდეგობა გაუწია და დასავლეთი რატო რომ ამ წინააღმდეგობის გაწევის საშუალება მიცა. ეს ლოგიკა ჩვენ წინ დაგხვდება. რუსეთთან ურთიერთობაში მარტო კი არა, დასავლეთთან ურთიერთობაში. ამ პროპაგანდისტული ნარატივის აგორების გამო ქვეყნის შიგნით აქ ბიძინა ივანიშვილის პრობლემები, რომელიც ათმაგად გაძლიერდა ბოლო პერიოდში და რა პრობლემების მოგვარებაში ერთ-ერთი მთავარი პირველი არის ანტიდასავლური პროპაგანდის აგორება ქვეყნის შიგნით, რომელმაც გაუგებარია მართლ კლანს რა ბონუსი მიცა. მაგრამ პროპაგანდისტებს და საინფორმაციო როგორც ისინი ამბობენ, თქვათ ისინი ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, ასე ამბობენ ისინი და ჩვენ არ გვინდოდა მეორე ფრონტის გახსნას. ესეც არ მინდოდა. არა, გავიგე, არავის არ უნდა, არავით არ. თუ არ მოგწონთ, ჩემი ლოგიკა თვითონ დაამტრიონ კბილი ერთმანეთს. გავიგე, გასაგებია, მაგრამ იცით რა შეა საქმე, მომისმინეთ, მეორე ფრონტის მოცემა თუ გნებავთ თქვენ, საქართველოს იქ რუსეთი ობრძოლს. არა, მე არგუმენტი ვთქვი, რასაც ისინი ამბობენ. და არგუმენტი უნდა გავშალოთ, ხო? ნახოთ რაზეა საუბარი, მეორე ფრონტი ყოფილვართ, აბარა. არა, ლაგატკის სროლაში ხო არ უნდა გამოივლინოთ, მეორე ფრონტი ომის დაწყებაში იყო. ხო? თუ თქვენ უკრაინის ფრონტიდან ომის მეორე ფრონტი ნიშნავს, რომ პირველი ფრონტიდან ჯარები გადმოასრულინო. ეს არის მეორე საბჭოთა კავშირი მეორე ფრონტს. ამიტომ ითხოვდა, რომ რუსეთ-გერმანიის რა ქვია ფრონტიდან დასავლეთის მოკავშირეებს თავის თავზე ბოლოში მეორე ფრონტი კი არა, მესამეც გაიხსნა, მეოთხეთ, მეხუთეც. და ჯამური რესურსების 4/5 იქით გადავარდა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, საქართველოს თავისი 500 მილიონიანი სამხედრო ბიუჯეტით რა ჯარები უნდა გადმოუშვას. არა, ნუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოსთან და შემდეგ ეს არეულობა სამხრეთ კავკასიაში, რაც ჩრდილო კავკასიაში არეულობა. არავითარი არეულობა ჩვენ აძალები გვაქვს ისეთი. არავით არეულობა არ მოხდებოდა, პრობლემა იქნებოდა ის, რომ საქართველოს დაინაწილებდა რუსეთი და თურქეთი. რუსეთს ეს არ აწყობს იმის გამო კი არ აწყობდა, რომ საქართველოს ტერიტორიას დაუფლებას დაკარგავდა თურქეთის სასარგებლოდ სერიოზულ ტერიტორიებს, რომელიც რუსეთის ისედაც შეზღუდულ გავლენას ჩრდილოეთ სამხრეთ კავკასიაში კიდეც შეზღუდავდა. აი ეს იყო და ეს მეტი არაფერი და დასავლეთს რა პრობლემა, ამერიკას რა პრობლემა ქონდა აქედან. არანაირი. ისედაც ერთს აუქნევდა, აი როგორც ახლა აუქნიეს ერთი ხელი იმას რა ქვია ერდოგანს, ტრამპმა აუქნია ერთი ხელი. ერთით მიცა საშუალება სირია დაეპყრო, იქ სირიაში თურქეთის ჯარის სამხედრო რეგულარული ნაწილები შევიდნენ, ვინმეს ახლა ილუზია თუ დაეცემა იმაში, რომ იქ ვიღაცა იმებმა რა ქვია რუსეთი და თუ ირანი იქიდან გამოაგდეს ვიღაცა აჯანყებულებმა, რომელსაც კალაშნიკოვები ეჭირა ხელს. იქიდან რუსეთი და ირანი გამოაგდო თურქეთის ჯარმა.
რომელსაც შეშინებულმა რუსებმა წინააღმდეგობა, ესეა რა ვქონთ, რუსებსაც ეშინიათ საქართველოში ახლა პროპაგანდამ შექმნა რუსის მითი, ერთადერთი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც რუსი არის მუდმივად გამარჯვებული, მაგრამ რეალური სამხედრო ისტორია სხვანაირია და ამ კონკრეტული სირიის კლასტერის ისტორიაც იყო სხვანაირი. აუქნებდა ხელს ერდოგანს ჩრდილოეთ სამხრეთ კავკასიაზე ამერიკა და მთავრდებოდა რა, შემოვიდოდა ბათუმს დაიკავებდა და რა იქნებოდა. ხო, მაგრამ ეს არ იქნება ალბათ ინტერესი არც ამერიკის, რომ სამხრეთ კავკასია თურქეთმა გააკავი. სადაც იქნება ინტერესი ხელს აუქნებს, კი ბატონო. უყურეთ როგორი ვარიანტია თურქეთის ნეო-ოსმანიზმის სამი ძირითადი პრეტენზია არის ევროპელებისადმი. ევროპელებისადმი და ამერიკისადმი, რომელიც ამის საშუალებას არ აძლევს. ჩრდილოეთ სირია, ალეპოს ტერიტორიები, რომელიც ყოველთვის თურქული ანკლავი იყო და ვერსალის ხელშეკრულებით უბრალოდ გადასცეს სირიას საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიას მაშინ, თორე ალეპო ეს იყო თურქული სოციუმი და არა არაბული, ეს ერთი. მეორე მათი პრეტენზია იყო ბათუმი ნეოსმანის პროგრამას გეუბნები. და მესამე რამდენიმე ტერიტორია იზმირის მიმდებარე და მათ შორის როდოსის არქიპელაგი. და კვიპროსი. აი ამაზე იქ დავა სირიასთან, რომელიც სათავისოდ გადაწყვიტეს. ეგეოსის ზღვაში ბერძნებთან დაპირისპირების ძირითადი საფუძველი ეს არის კვიპროსი, როდოსის ნახევარკუნძული, როდოსის არქიპელაგი და ისა და ჩვენთან ეს. რა პრობლემა შეუქმნიდა ამერიკა, რომ არა ვინ იგერიებს თუ გონება თურქეთს, იცით საქართველოში ამერიკის გარდა ვინმე შეშინეგონია? არა, მე სულაც არ მგონია, ამიტომ თუ საქართველოს მაგრამ ამერიკის და არა ევროკავშირის უყურეთ განებით ევროკავშირს თავი აქ ის სუბიექტი არ არის. აქ როდესაც პრეტენზია იყო ლაპარაკი იმაზე რომ მეორე ფრონტი აქ ამერიკელები ქონდა ხო ელჩი დენანიო და ასე შემდეგ ეს ამაზე მოიაზრებოდა თორე ხო ესე ამბობენ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა გითხარავ თავს დაესხითო ხო არ ყოფილა ელჩი დენანზე იყო კი დენანზე კი ბატონო იმათ თუ მეორე ფრონტის გახსნა უნდათ მაშინ ესე უჭკუოდ ხო არ გააკეთებდნენ საქართველოსთან კვალს ამ საინფორმაციას ხო არ დატოვებდნენ დაიპარებდნენ ერდოგანს და ეთყოდნენ რომ კი ბატონო ეხა ადეკი და შედი ბათუმში არა ეს სხვა სცენარია რატო სხვა სცენარი სად ეხა როცა შენ თვითონ და სად როცა ერდოგანი რო შემოდის და დაიკავება ბათუმს ეს არის თურქეთის აგრესია იმისადმი საქართველოსადმი ხოლო სხვა სცენარის შემთხვევაში თუ ეს ასე იყო რა სხვა სცენარი იქ საქართველოს თავდასხმა რუსეთზე ის უფრო მარტივი საქართველოს თავდასხმა რუსეთზე არა იქ მაგრამ ეს ახლა ამაზე დავარღის მე ვიტყვი ჩვენ იმ შეხვედრაზე და თან დრო გვაქვს ცოტა და არ მინდა რომ ამ კამაჩი ერთხელ და სამ აბი არ დაობ ერთხელ და სამუდამოდ არა ერთხელ და სამუდამოდ არც თქვენ ნუ გიწყინე ხო და ერთხელ და სამუდამოდ უნდა განიმარტოს რომ თუ კვალის დაფარვა თუ ომის გაჩაღება უნდათ ნომერ პირველი ამოცანა იყო კვალის დაფარვა ეს არის ნებისმიერი ომის გაჩაღებისას კვალის დაფარვის იდეა, იმიტომ რომ შენ არ იყო ინიციატორი. და კვალის დაფარვა როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლებასთან პოლიტიკური კომუნიკაციით. კვალი დაიფარებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თურქეთის ხელისუფლებას დაიბარებდნენ და ეთყოდნენ. ბატონო, ლაპარაკი იყო რომ გააგზავნეთო და ამას განიხილავდა რუსეთი აგრესიათო. ამაზე ლაპარაკი. ეთქო ახლა იმათ არა, ეს არის ებმება დღევანდელ რეალობას. აქედან გამოვიდა მე სხვა პრობლემებიც ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ პოლიტიკურ ურთიერთობაში დღეს ამ ადამიანმა შეძლო რაღაცნაირად დაელაგებინა ურთიერთობა კუშნერის ასე ვთქვათ გარემოცვასთან იქსაც მაგან მოძებნა აბა ეხლა თქვენ გონიათ წერილი რომელიც ტრამპისგან მოვიდა მართლა კიმბერლი ლოუს დაწერილი არა ტრამპის წერილი დაწერა იმან რა ქვია ტრამპმა ხელი მოაწერა რა შექმნა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ისე რომ ვერ შეძლო რუბიომ ამის დაბლოკვა რა მიუხედავად მისი გავლენებისა მაგრამ ის მაინც შეძლო რომ იმის საიტზე არ არის არც პრეზიდენტის არც სახელმწიფო დეპარტამენტის არც საელჩოს რაც არის უცნაური მოვლენა მაგრამ საელჩო არც იმას ადასტურებს და არც უარყოფს ეს ნიშნავს რომ გარკვეული საფუძველი იურიდიულად წერილის არსებობისა სახეზე და აზერბაიჯანისადმი ეს არ შემიმოწმებია წერილი არის გამოქვეყნებული აზერბაიჯანთან გინდა გამოაქვეყნე გინდა არა იმიტომ რომ ფოტოსკოპირებულად გავს რუბიოს მიწერილი და ტრამპის წერილი ერთმანეთს გესმით
აქ განსხვავება და ინტრიგა იმაშია, რომ წერილი გამოქვეყნებულია თუ არა კი არა. სხვადასხვა. არა, მე დამაინტერესა. ხო, სხვადასხვა. ანუ წერილის არსი მდგომარეობს ერთ შემთხვევაში იმაში, რომ ისინი პოლიტიკურ კომუნიკაციის გეგმას სთავაზობენ საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას და პრეზიდენტს წერენ და მეორე კიდე მდგომარეობს იმაში, რომ რუბიოს საუფლოდან მოსული წერილი სრულად აუგნურებს საქართველოს ხელისუფლებას. აი ამ დაპირისპირებაში აღმოჩნდა, რომ ის კომუნიკაციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა, გარკვეულწილად ამუშავდა რა. გესმის და მან ამის იმედად აუქნია ხელი რუბიოს გზავნილის მიღებაზე, თორე ხა კამიკაძე კი არ არის. ხვდებით რა სუიციდური რუბიოს გზავნილს გულისხმობთ დილიანმა როცა კი ბატონო მოთხოვა შეხვედრა კი აბა როგორ ანუ ჩვენ სახეზე გვაქვს ის სიტუაცია რომელიც დაიწყო იმ გლობალური ომის პარტიის მიერ მეორე ომის რიტორიკიდან ამას მოყვა ამერიკული მხარის პრეტენზიები თორე იმას კი არა რომ თქვენ კუბილას და ვიღაცას ლანძღავთ აბა ეხლა ევროპელებს და ჩრდილოეთ ევროპელებს სათვალაში ვინ თulis ამერიკის ადმინისტრაციაში გრენლანდიის მაგალითით ჩანთ ისინი როგორ ანგარიშს უწევენ ევროკავშირს არა ნუ ეს იცით მაინც გრენლანდიას მე ხლა ორ სიტყვას შევეხები და კანადას ეს არის ტრამპის პროპაგანდისტული რიტორიკა ხანდახარა პროპაგანდა ხო ეს არის დამოკიდებულებას ხო გამოხატავს რა ევროპელების დატროლვის მიზნით შექმნილი რიტორიკა. მათთვის მინიშნების რომ დღეს თქვენ არავინ არ ხართ, აბსოლუტურად და ფეხქვეშ ნუმებლანდებით. კი, აი ზუსტად ეს. ხო, ეს უბრალოდ არის ძალიან ამაღზნებელი ევროპელებისთვის, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპელებისთვის, რომელიც ყველაზე მდიდარი სოციუმია მსოფლიოში. და მაგ ხუთ ქვეყანას ვიკინგებს რო ეძახიან რა ვის დატროლვაზეც არის საუბარი და ვისაც ახლა გადაეკიდა ტრამპი და ისინი იქიდან გადაეკიდნენ იმათ ფაქტობრივად ისინი და გერმანია ინახავენ უკრაინის ფრონტს. დღეს იმათ კისერზე ეს ყველაფერი. შენახული თანგა სხვადასხვა ფონდებში რამდენი აქვს იცი? თითქმის 8 ტრილიონი დოლარი. ამ ხალხს. ესენი რუსეთზე უფრო მეტი შესაძლებლობების ხალხია. 5 მილიონიანი ნორვეგიის ეკონომიკური კეთილდღეობის ფონდი არის 1.7 ტრილიონი. მე მახსოვს აი ნორვეგია ზუსტად აღარ მახსოვს სადღაც მოხდა მიწის ძვრა აღარ მახსოვს რა წლების წინა და მოსახლეობა ანუ ის კი რომ სახელმწიფომ მოსახლეობამ შეაგროვა ფული და ისეთი გასაოცარი თანხმობა ძალიან დიდი ეს არის ძალიან გავლენიანი აქ ჩვენ ლაპარაკობთ პორტზე ანაკლია გვაქვს ხედულობაში უნდა იცოდეთ რომ პორტს ვერ ააშენებ და პორტს ვერ დაქუქავ დანიელების გარეშე გადაზვიდის ელექტრონული სოფტი სადაზღვეო სივრცე bill of loadings ვერ გამოწევ დანიელების გარეშე ანუ დანიელებს ისტორიულად ისეთი როლი ჰქონდა და მე ანგლოსაქსებმა თავის ბატონობაში როცა ვიღაცას ანაცვლებდნენ რა იმათ თავის წილს ესე მიცეს წილი დანიას ჰოლანდიას ნორვეგიას და ასე შემდეგ ამიტომ ეს გავლენიანი რატო გადაწყვიტა ამათი კეისიდან ამოგდება ტრამპმა მე არ ვიცი აქ შიდა რეალობებს უნდა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამას ხავს ძალიან სერიოზული იქ ებრაულობის უნდა და რაღაცა ვარიანტში კუშნერებს გადაზიდვაში ხელი ჩაედოთ მაგრამ არ გამოვიდა დღესდღეობით ანუ აქ საუბარი ეს რომ მოუბრუნდეთ ამ რეალობას ჩვენ რეალობაში გვაქვს ესეთი ძალიან სერიოზული ისა დღეს საქართველოს თემა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკის პოლიტიკური ელიტისთვის ხომ მე ამას უყურებ კიდევაც იქ შიდა დაპირისპირება სერიოზული ამ შიდა დაპირისპირებაზე ძალიან სარისკო თამაში წამოიწყო ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ რომ მიხვდა რუბიოს და ის ასე ვთქვათ ძალიან სერიოზულად მიადგებიან ანუ რაზე ლაპარაკი უყურეთ რუბიო და გრემის დაჯგუფება პოლიტიკური ლოიალობის დოკუმენტს თხოვენ ბიძინა ივანიშვილს გავშიფროთ და რაიმე თუნდაც სიმბოლურ ანტირუსულ ნაბიჯს. და რატომ ეს აი რა პრინციპია მიდი შეაგინეო სხვადასხვა ნაციონალებს ჰქონდათ ეს ის ყველაზე უნებოდნენ რუსეთს შეაგინეო ჩემთვის გაუგებარია რა მნიშვნელობა მე ვის შევაგინებ ის რა მთავარი ჩემი ქცევა იყოს ისეთი რომ არა აქ პრობლემა რაში იცით საქართველოს ნელ-ნელა გადაიქცა რუსეთის ერთადერთ გამარჯვებად ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების ეს და საქართველოს ხელისუფლება რო შეაგინებს მე უტრირებას რაღაცა სიტყვის ამითი თუ გადაქცეულია საქართველოს ადგილად სადაც რუსეთმა გაიმარჯვა რაც არ უნდა რაღაცა აქტს რომ მიიღებს ეს აქტი რას იზამს შემდეგ აი ამ ლოგიკას ვერ ვიგებ და იქნება ამიხსნა არა ამ ლოგიკას მე ნუ ამახსნევინებთ ავტორი მე არ ვარ
აქ საუბარი არის იმაზე, რომ აი ესეთი ტიპის ლოიალობებს გთხოვს ხოლმე იმპერია. რუსეთიც ამ ლოიალობებს გთხოვს. რუსეთი 1000 ჯერ უფრო სულ ლოიალობებს გთხოვს. ხო, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, ჩვენ ხომ ამ ლოიალობ აი ხლა მაგალითად რა, ერთი კონკრეტული მაგალითი რო ავიღოთ. აი სასტვენებით რო ხოლმე მივარდნა იმაში, რა ქვია რა, იქიდან ვიღაცა რო ჩამოვიდოდა, აი მაგალითად ნათელი ილუსტრაცია ვიღოთ, ყვარილში რო ვიღაცემა პურმარილი გამართეს. რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა გამართეს პურმარილი იმაში რა ქვია თელავის მიმდებარედ წინანდალში იქ ქორწილი იმართებოდა თუ ან ნიშნობა ეხლა დეტალებში აღარ მახსოვს რასაკვირველია ეს რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებული ყოფილიყო და სავარაუდოდ მასთან ორგანიზებული სხვანაირად ესენი იქიდან ვერ დაიძრებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და სერიოზული ადამიანების ოჯახებზე იყო საუბარი მერე აქედან ვიღაცები მიუვარდნენ სასტვენებით ხო გახსოვთ რა? კი, მახსოვს. ხო. და დეტალები ხო იცით ამ სასტვენების? ესე იგი ორგანიზებულიც იმათია, სასტვენებიც იმათივეა ორგანიზებული, დამსტვენებიც იმათივე მიყვანილია და ამ პერფორმანსებს იგიდგავენ რეგიონულ და თან ნაკლებად მოუვიდათ ეს დამსტვენები ცოტა ადრე მივიდნენ, იქ მორიგებული იყვნენ რომ პურმარილის დამთავრება. ანუ რუსეთთან იყო შეთანხმებული წინანდალში ქორწილის ჩატარება, რუსეთთან იყო შეთანხმებული ქართველები რომ მიუვარდებოდნენ და დაურიგეს სასტვენები. და ჩაიყვანეს. გამყიდველი ტიპები ვარ და ჩვენ. ნუ ესე სასტვენი თუ არ ჩაიდე პირში და ფული თუ არ აიღე. არა, უყურე პრობლემა როგორია? მე მათ არა აქ დამსტვენს იპოვი პოლიტიკურ წერებში გასაგებით. თვითონ რუსებს რატო უნდათ ამ პოლიტიკური პერფორმანსების ორგანიზება მეთქი მუდმივად საქართველოში. ხო და ამ პერფორმანსებს ხო მუდმივად გიკეთებენ აქ. და რამე ლოგიკა ამიხსენით ამაში? მე რუსეთის ლოგიკას ვერ ვიგებ. ხო და ამაზე რუსული მოთხოვნების და რუსული ლოგიკები, რუსული ასე ვთქვათ პერფორმანსების ისტორიას და რო ჩაყვიდები ვერცად ლოგიკას ვერ იპოვი. მაგრამ იმ კონკრეტული სიტუაციის უკან ვიღაცებს უნდა გაპიარება რუსეთის ხელისუფლებასთან. აი მე ჩავედი და ქართველებმა ეს მომიწყდეს და კაი ტიპი ვარ და რაღაცის გამო წინა პლანზე გამოვიდეს. მაგრამ ამის გულისთვის საქართველოს რუსეთის ურთიერთობები ხო ინგრევა მუდმივად არა? იდგმება სხვა სურათი თან იმ კონკრეტულ სიტუაციაში ნაკლებად მოხდა ესენი უნდა ანუ პურმარილიც კი არ უნდა ჩაიშალოს ეს ამათ უნდა ესენი უნდა მივარდნენ პურმარილის ბოლოში გესმით როისაც შეირგონ და უკვე აყრისას მიუვარდნენ მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში დროზე ადრე მივარდნენ მე ამათ გამოვიდა იქ ვინც არის საჭირო კურატორი და უთხარი ხა ცოტა ჩვენ დაგვაგვიან და აქ მოსვლაო ამიტომ თქვენ წარით იქითო ხო ცოტა კაფეში დაჯექითო და ჩვენ რო დავამთავრებთ დაგირეკავთო და მაშინ მოგვივარდეთ თქვენ როცა უკვე ვიშლებით და მივდივართო ხო და ეს აი ამ სისულელეებში გაბმული აქ ხო მარტო რუსები არ არიან ორგანიზაციაში ხო არის წრე ქართველების ჩართული არა მარტო სასტვენით ვინც მივარდება ისინი ეხლა ნახოთ როგორია თქვენი აზრით ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების იმას ხო ხავს კურატორი ხო და მე მაგას გეუბნები ხელისუფლებიდანაც ხო არიან აქ ინტერესანტები მარტო ესენი ხო არ არიან ვინც სასტვენს უბერავს არა ანუ აქ მე რას ვლაპარაკობ რა როდესაც ისინი უყურებენ ამ პერფორმანსების ერთობლიობას ეს რომლები რუსები თუ ამერიკელი ამ პროპაგანდისტულ კეისს რომელიც საქართველოს ტრიალებს ეს გამდიდრებული საინფორმაციო ვირუსებით აი მუდმივი ესე იგი იმ ნარატივით რომ ზელინსკი და დასავლეთია დამნაშავე ამ ომში რომელიც აკტრიალებს მუდმივად გაიგე არ ტრიალებს ახლა არა მუდმივად როგორ არა ხო და აქ კი არა კაცო მე ზოგადად გეუბნები ამიტომ აქ ლაპარაკი არის უმეტესწილად იმაზე მე კი არ პოულობ ლოგიკას მე ვხსნი ამ სიტუაციას ამ სიტუაციის ახსნა მდგომარეობს იმაში რომ იმათ უყალიბდებათ დასკვნა იმის შესახებ რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეს დამაშასადამე საქართველოსაც იმიტომ რომ საინფორმაციო სივრცის შენახვა და ავტონომიური მართვა სახელმწიფოს ნომერ პირველი ფუნქციაა დღეს და ხშირ შემთხვევებში უსწრებს სამხედრო პოლიტიკურ მდგენელებს დღეს საინფორმაციო სივრცე და ჯერ საინფორმაციო მომზადება და მე საინფორმაციოს თუ არ მართავ ესე იგი არაფერს აღარ მართავ რა იმიტომ რომ საინფორმაციო არის პროპაგანდის და უშიშროების და იმის ნომერ პირველი მდგენელი როცა ამას ვერ მართავ და როცა უცხოეთი მართავს ესე იგი ხელისუფლებაც არ არის ამიტომ შენ გეუნებიან რომ სიმბოლური ნაბიჯი დამანახე რომ ხარ საკუთარი ნების მატარებელი აი რა შეიძლება ის იყოს თქვენი აზრით ერთ-ერთი პირველი ეს არის სირიის ხელისუფლებას მიმართე რო გააუქმოს აფხაზეთის და სომხეთის აღიარება. სომხეთის კი არა, ოსეთის აღიარება. ცხინვალის რეგიონის. ცხინვალის რეგიონის.
გესმის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ერიდება რა რუსეთის რეაქციას ამაზე ფეხს ითრებს. მაგრამ ეს მე გეუნებით ჩემი აზრით ერთ-ერთ ვარიანტს. და მიმართვა რა თუნდა ახლა მე გავანებოთ თავი ახლა იმას რა უნდა ჩვენ რა გვინდა მე მოტივი გითხარით. რამდენად ლოგიკურად არის არჩეული იმათი მხრიდან ეს ნუსხა. ახლა რასაც თქვენაბოდ მეც არ მესმის, რატო არ უნდა მიმართოს ახლა მე მიმართავდი მაგალითად. ხო, რასაკვირველია, მაგრამ აქ ეშინიათ რუსეთის რეაქცია კატასტროფულად. ამიტომ რისი ეშინიათ ახლა რას მეუბნებით ბატონო მირიან რომ ეშინიათ რომ რატო ჩვენ ვაღიარებთ ცხინვალს და დე-ფაქტო აფხაზეთ? იქ პრობლემა დამოუკიდებლად. ის უნდა გეშინოდეს. პრობლემა რაში? აი ყურით პრობლემა რაშია უყურე? აი ავხსნათ ახლა ერთი кейსი კიდე. როდესაც რუბიომი გამოაგზავნა ელჩის დანიგანის მეშვეობით გზავნილი. ხო არ გამოუგზავნა პირადად, მაგას ხო შეიძლება ბიძინა ივანიშვილისთვის გაეგზავნა რა ელექტრონული პოსტით. რა უცინებელი იყო ელჩის ჩართვა ამ სიტუაციაში. კონფიდენციალურად არ შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის ხელზე გადაწოდება დოკუმენტის? როგორ არ შეიძლებოდა ელექტრონულადაც და ისეც. და ბიძინა იმას მივიღებდა დარწმუნებული ვარ. მაგრამ არა იმათ უნდათ რომ ეს აფიშირებული იყოს. იმიტომ რომ იციან რომ რამდენჯერმე არის დაგეგმილი ის ვარიანტი რომ იციან რომ აფიშირებული როცა ხდება ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე ვერ დგავს ამ ნაბიჯს და ვერ ხვდება. გესმით, იმიტომ რომ ამ რუსები უყურებენ საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი რეალური ხელისუფლების კომუნიკაციებს დასავლეთთან და ამაზე ძალიან მძაფრი რეაქციები აქვს. ხო და რატო აკეთებენ ისინი მან და მაინც ამას? იმეთაც უნდათ რომ ბიძინა მოარი თქვას. გესმით, ახსნა რაშია. გაიგე? რატო გააკეთებენ ესეც ისური? არა, ეს ხაფანგია. შენ მაქსიმალურად უარი გათქმევინონ ძალიან ხშირად, რომ შემდეგ პოლიტიკური მაპატი და ანგარიშწორებისთვის ბექგრაუნდი დაგროვდეს. ხო და შენ რაღაცზე აძლევ, ანუ შენ ხაფანგში ხარ ფაქტობრივად. ამიტომ ამ სიტუაციას რატო ვადეტალიზირებ? ვითარება მეთქი ძალიან მძაფრია. საქართველოს კეისის გარშემო. და ამერიკის შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში მწიფდება საკმაოდ სერიოზული, რასაც მე მომდის ინფორმაცია, რეპრესიული კეისი საქართველოს ხელისუფლებისადმი. ამის განეიტრალებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, გესმის? კუშნერების ოჯახით, იმიტომ რომ კარგად იცის რომ ეხლა ის ხალხი ვინც ტრიალებს ამ სიტუაციაში ორბანი და ასე შემდეგ ფიცო ესენი საკმაოდ პოლიტიკური წონით ორბანია ხო საკმაოდ პოლიტიკური წონით ხო მეფისტოლა არის ეხლა ნუ ქართული პროპაგანდისტვის აქ თორე არანაირი წონა პირველი პირი სახელმწიფოს არანაირი წონა არა ამერიკული კულინარიისთვის ორბანს ამიტომ აქ ჩვენ გვაქვს ტრამპის ადმინისტრაციაში ბიძინა ივანიშვილის მცდელობა რომ იქიდან გაიჩინოს საპირწონე რუბიო გრემის დაჯგუფების მისდამის საწინააღმდეგო აგრესიული ქმედებების მოსათუქად. შეფასებით რა პოტენციალი აქვს ამ ალბათობა რამდენია? ერთადერთი ვარიანტი ეს არის, ამაში ბიძინა რაციონალურია. ვარიანტი სხვა მაგას არა აქვს. ანუ იმ მოცემული მუშა ვარიანტია თქვენი აზრით? იცით, მუშა ვარიანტი იქნება მაშინ, როდესაც შედეგი დაიდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა შეიძლება იყოს, აქ როცა ვარჩევთ ამას, რა შეიძლება იყოს პოტენციურად მუშა. ნებისმიერი სხვა ვარიანტი პოტენციურად მუშა არ არის. ანუ აქ ერთადერთი ვარიანტი არჩევანი მას სხვა არა აქვს და უნდა ვიცოდეთ, რომ არჩევანის ფარგლებში, ნუ ეს მოცემულობა და ტრამპის წერილი დასტურია ამისი რომ ამან შეიძლება იმუშაოს, იმიტომ რომ სანამ ტრამპის წერილი წამოსული პოლიტიკური გავლენა არა ორთქლდება, რუბიო გრემის დაჯგუფება აქ ვერ აქტიურებს. შეიძლება ეგენი შეზღუდო მარტო იმით, იმიტომ რომ დანარჩენი პოლიტიკური ეს ხალხი ისეთი გავლენია რომ მასკის ციფრული ოლიგარქატი ჩააჩოჩეს, გესმით? ხო, მიდის მასკი. ამიტომ სერიოზულად უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეგზისტენციალური პრობლემების ხანა დგება, თუ ეს დაჯგუფება არ მოიგერია. ანუ მე რაზე ვლაპარაკობ, იცით, საქმე ოფციები. რუბიოს დაჯგუფება საკმაოდ სერიოზული. ჩვენ წინააღმდეგ. მას ხო შეუძლია გაგიაქტიუროს და დაგიქოქოს სალომე ზურაბიშვილის, ასე ვთქვათ, ფაქტორი, რომელსაც ისინი სალომე ზურაბიშვილის ახლა დრო არ გვაქვს, თორე აი რა ავტორიტეტი აქვს. იცით რა შესაძლოა? აი ხო არის პოლიტიკური წონაც ხო არსებობს, არა თუ ვერ მიხდარო ეს ცუდი. ჩვენ ყავდა პრეზიდენტად 10 წელიწადი მიშა სააკაშვილი 8 წელიწადი. ხო ყავდა კი. მიშა სააკაშვილი იყო მომიტევეთ და აბსოლუტური ნული. ნული კი არა, აბსოლუტური
აბსოლუტური ნული, ქვეით წასული რა. გაიგეთ? აბსოლუტური ციფრები ხო იცით სად არის? არა, სააკაშვილს მე ვერ შევადარებ, ეს უფრო ენერგიული არა, მულტიპლიკაციის მექანიზმია მთავარი. ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისგან შენ პოლიტექნოლოგიურად შეიძლება აქციო ფაქტორი. თუ შესაბამის მექანიზმებს მიუყენებ. ამიტომ იმას რომ ნუ ვიფიქრებთ რა, რომ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას არ აქვს რესურსები. რესურსები აქვს ძალიან სერიოზული. ძალიან სერიოზული. ამ რესურსების ამოქმედების მექანიზმებსაც ვხედავ. მაგრამ ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა მოხსნას მთავარი პრობლემა. თავარი პრობლემა როგორ მოხსნას. ანუ ისინი ითხოვენ ანტირუსულ პოლიტიკურ ნაბიჯებს. ეხლა ეს რომ მოსახლეობას აუხსნას, ეს ხელისუფლება ამ სიმბოლურ ანტირუსულ ნაბიჯებს ასაღებს მეორე ფრონტად. გესმით ხო რომ უნდა თუ იცით რა შესაძლოა თუ ეს ხელისუფლება იტყვის რომ ანტირუსული ნაბიჯებს ითხოვენ მხოლოდ სიმბოლურად ვიღაცემა შეიძლება იფიქრონ რომ გადადგირა ეს სიმბოლური ნაბიჯი გესმის და ჩაგეხსნება მაშინ ამერიკა ამიტომ ეს ხელისუფლება წმინდა პროპაგანდისტულად ამძაფრებს მისი ინტერესიდან გამომდინარე ამ ანტირუსული სიმბოლური ნაბიჯების რეალურ პოლიტიკურ წონას ამიტომ ჩვენ გვაქვს მიღებული ეს რეალობა ეხლა იცით რა შეიძლება მე თქვენთან სტუდიაში 30 წამში უნდა დავამთავროთ, თორე გამაგდებენ სამსახურს. კი ბატონო, მე თქვენთან ამ სტუდიაში დავამთავრებ 30 წამში. არაერთის მითქვი აღმიწერია ის რეალობა, რომელიც ეხლა დადგა. ერთი რამდენიმე თვის უკან ვამბობდი რუბიო გრემის დაჯგუფებაზე, რომ ესენი ხელისუფლებას აიღებენ ხელში, რომ ესენი დაბლოკავენ იმას რა ქვია, ლეგიტიმურობას, როდესაც სულ ილუზიებში იყო აქაურობა. ეხლა შემიძლია აგიხსნათ რა მოხდება მომავალში. იმიტომ რომ საითმიდის სიტუაცია ამის ახსნა არ არის რთული. თუ ჩათვლი იმას რომ რომელ სადაზღვევო კომპანიას და იურიდიულ კომპანიას უბზავნის პროექტებს გრემი ექსპერტიზისთვის, რომელ პოლიტექნოლოგიურ ჯგუფს ქირაობს სამხრეთ კავკასიაში თავისი რეალობის დასაკონქად, ვინ მოიძებნა პოლიტიკურ კომუნიკატორებად, ვინ არის შემფასებელი ამ სიტუაციის, ამ მთელი დიდი მექანიზმია. რომელთა მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პოლიტიკური ელიტა არის აბსოლუტურად ძისფერ ნისლში. ანუ ამ ხალხს ინფორმაცია არ აქვს რა გვემუქრება. ინფორმირებული არის მარტო ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მე უყურებ რა. და ეხლა ბოლოდროინდელი გადანაცვლებები აქვს მისი მიერ დადგმული სერიოზული სპექტაკლი ამერიკელებისთვის, რომ ხელისუფლებიდან მივდივარ. აქ ვიღაცამ აღიქვა კობახიძისთვის ხელისუფლების გადაბარების მცდელობად. სინამდვილეში ეგეც დეკორაციაა და პოლიტიკური სპექტაკლი დადგმული ამერიკელებისთვის. რომ მე იმ პოლიტიკური ძალის მატარებელი არა ვარ, აქ მოხდა ჩემი მიერ ხელისუფლების გადაბარება, ხო გინდოდათ ნაცრისფერი რუხი კარდინალის წასვლა ხელისუფლებიდან მე წავედი გესმით? ეხლა დეზინტეგრირებული ხელისუფლებასთან და ამათთან არკვიე, რომ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას დრო დაეკარგოს ახალი პოლიტიკურ კარგი გათვლა აქვს. არა, კარგი გათვლა მისი გადასახედიდან სწორი ნაბიჯი. ანუ ეხლა ერთი რამე უნდა ვთქვათ რა. უნდა დავამთავროთ. ერთი რამე უნდა ვთქვათ, ეს ნაბიჯების ერთობლიობა ძალიან სერიოზულია იმისთვის, რომ დრო მოიგოს, მაგრამ დრო მოიგოს მხოლოდ. თუ ჩვენ რამდენიმე კვირის შემდეგ კიდე შევხვდებით, მე აგიხსნით. აუცილებლად შევხვდებით და საინტერესო პოზიტიური შემდეგისვლები რა არის. კი ბატონო, და ძალიან საინტერესო იქნება, როგორი რეალობა გვექნება სამწუხარო ჩვენი გადაცემის დრო. ამოვიწრო ჩვენ და დავამშვიდობოთ ერთმანეთს და შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14:10 წუთზე ნახვამდის.